მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ასეთი გაშლა გავაკეთოთ ჩვენ. ახალი პარტნიორი თუ დაბრუნება ყოფილის, აი ვნახოთ ახლა ჩვენ რა ენერგიებში ხართ თქვენ თვითონ, რამდენად ხართ მზად ახალი ურთიერთობისთვის და ასე შემდეგ, რამდენი მიკითხვა მაქვს მზადებული, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. რადგან გახსენით ეს ვიდეო, ესე იგი თქვენთვის ეს თემა საინტერესო არის და ამიტომ ვნახოთ, ну სიგნიფიკატი რო პრინციპში კი იქნება და მივხვდებით თქვენ ახალი დასტით მინდა გავიმუშაოთ, ძალიან მომეწონა, სხვათა შორის მუშაობ ძალიან რაღაც არაჩვეულებრივად, ეგრევე აჩვენებს даже აი რაც მე მიყვარს სულის დონე რა, ძალიან მაგრად მუშაობს. რაღაც ესეც არა შეხედეთ, მინდოდა და არაო, დაიფშნა, ოკეი. იყავი ისე, ნახოთ ჩვენ. ანუ ეს მეყოფა ალბათ, ნახოთ. პირველი ნახოთ ახლა რა ხდება ახლა თქვენს პირად ცხოვრებაში. აი ესე გავაკეთებ ახლა ნემიცებით, ესე მინდა. აგიხო. შემდეგ მზად ხართ, ანუ არის თუ არა შენი ენერგია მზად ახალი ურთიერთობისთვის. მოდით აი ასე გავაკეთოთ ჩვენ. რაღაც დღეს ასეთ ფორმატში მინდა გავაკეთო რა. არის თუ არა შანსი ყოფილის დაბრუნება. დაბრუნება ყოფილის არის თუ არა. ну ან ყოფილი ან შეიძლება ნახეთ რა ურ არის, შეიძლება დავუშვოთ თქვენ ახლა კი, გრძნობთ დავუშვოთ იმას რო გქონდა დასრულდეს ან რაღაც, ну უკვე გაქვთ ეს ფიქრები, კარგით მოდით ისე იყოს ეს ასე. ანუ ვნახოთ ახლა ვინ შეიძლება შემოვიდეს შენს ცხოვრებაში, ახალი პარტნიორი, თუ წარსული კლავს რა ხდება ღმერთო, ჩემო შეხედეთ კარტი რას მიშვება. რატო ბრაზდებით ასე? თუ კლავში გახსენებს თავს ყოფილი, აი ესეც ნახოთ ჩვენ. და ვნახოთ, ვიღაცა ჩქარობს, ნახოთ ვინ ჩქარობს, ხო? და რას გირჩევენ შენ ახალი ძალები? შევა ვნახოთ აქ. ცოტა სმერი ავწერო და ვინახოთ კარგად. და ვნახოთ რა ენერგია გელოდება თქვენ სიყვარულში, უახლოს მომავალში რა, უახლოს მომავალში, ну მაქსიმუმ 3 თვე აიღეთ რა. ან თვის ეხა ვინც უყურებს, даже მოდით ასე ვთქვათ, აი წლის ბოლომდე რა. აი ეს. გულის ტკენა გაქვთ ვიღაცასთან, თქოთ, მაგრამ მაინც ვერ ტოვებთ რაღაცას, всё კარგით ეხლა თორე так, მაშინ ეს ასე იყო და თუ დამჭირდება, აი ამას ავიღებ, всё. რაღაც ეს ორი დასტა ახალი რაღაც მომწონს უზომოდ, რა ვიცი და ესი ვიცი ხომ ამოჩემება. так, всё დავიწყოთ. ეხლა თქვენ პირად ცხოვრებაში რა ხდება? ეგრევე მივხვდებით თქვენ, ну რა ხდება? ძალიან კაი რამე ხდება. ანუ თქვენ ახლა რა ხდება თქვენ შორის და შეიძლება მიდის როგორი სიტუაცია. აქ მე აქ უეჭველი არის ახლა ვისთვის იქნება, იმათთვის იქნება ეს გაშლა თუ თქვენ პირად ცხოვრებაში ახლა არის პაუზა. აქ არ არის დასასრული, აქ არის პაუზა. იმიტომ რომ მიდის რაღაცა ტრანსფორმაცია, თქვენ დაგაშორეს. ნახეთ აქ რა კარგად აჩვენებს ღმერთო, ეს რა მაგარი დასტა, კაი ხანი მინდოდა ესეთი დასტა, რომ აი მენა სულის დონეზე დამეხმარება, რომ ავხსნა ხოლმე რა და ეგერ კი შემისრულდა. ესე იგი ნახეთ, ღრმად შევდივართ ჩვენ უკვე всё უეჭველი ამ გაშლაში, ახლა რა თქმა უნდა შეხედეთ. თქვენ ეხა შეიძლება დაუშვოთ კიდევაც ნახეთ რა ხდება თქვენ შორის. თქვენ შეიძლება ცხოვრობდეთ даже ერთად, არ გამოვრიცხავთ ჩვენ მაგას, მაგრამ ეხლა არის პაუზა, გოგო არის ნახეთ როგორ ემოციებში არის, ხო? ბიჭი ეხლა არის, აი მაინც იყურება თქვენსკენ, ანუ ორივენი ერთმანეთზე ფიქრობთ თქვენ აქ უეჭველი. იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ შორის შედგა რაღაცა საუბარი, რაღაცას ელაპარაკეთ თქვენ ვაიმე ღმერთო.
საუბარი იყო და ამ საუბრის მერე მოხდა თქვენი აი ასე დაშორება. ეხლა ნახეთ აქ როგორ აჩვენებენ, ხო? ტრანსფორმაცია. ანუ ეს მნიშვნელოვანი იყო ეს საუბარი, იმიტომ რომ აქ მაღალი ძალები ჩაერიან, იმიტომ რომ თქვენ ეხლა უნდა იყოთ ამ მარტოობაში, უნდა იყოთ. ანუ მარტოობაში რას ნიშნავს, რომ თქვენ ეხლა ნახეთ, კიდე აქ რაღაცა სიტუაცია შეიძლება ვერ უგებდით ერთმანეთს, იმიტომ რომ არის ზოგჯერ თქვა ერთად ვართ, მაგრამ ნახეთ სიყვარული რას ნიშნავს, როცა ჩვენ ერთ მიმართულებით ვიყურებით, ხო? აქ შეიძლება თქვენი აზრი გაქვთ, იმას თავისი აზრი აქვს და აი ეხლა ტრანსფორმაციაში უნდა იყოს თქვენ. ანუ დაგაშორეს მაღალმა ძალებმა, იმიტომ რომ და აქ ნახეთ როგორ არის. გოგოს უფრო ნათელი არის აქ მხარი, ბიჭი არის, აი თქოს გოგო გაზაფხულზე არის და ბიჭი არის იმაში რა ქვია, ზამთრის პერიოდში. ანუ ესე იგი ეთყობა აქ არის ეს სიჩუმე იმისათვის, რომ აი თითქოს ბიჭმა რაღაცა შეიძლება გაეაზროს. აი აქ, იმიტომ რომ გოგო პრინციპში ახლა ისედაც აი აქაც რო უყუროთ, თითქოს აი გოგო უფრო სწავლობს ამ ყველაფერს, გოგო უფრო აანალიზებს ყველაფერს რა. და ბიჭი უარს ნახეთ გოგოს ხელში უჭირავს წიგნი და ბიჭს უკან ზურგს უკან, რომ უნდა ისწავლონ ეს ურთიერთობები, მაგრამ გოგო კი ცდილობს მაქსიმალურად რაღაცა გაიგოს და ბიჭი აი ნახეთ არა. და ამიტომ ჩააგდეს აი ესე ტრანსფორმაციაში თქვენი თავი. აი ახლა. აი ეს არის თქვენს პირად ცხოვრებაში ეხლა. შეიძლება კიდევაც რომ დაუშვათ, ნუ აქ აი შეიძლება არა. აი აქ უფრო ეს მომენტი არის აქ ვეჭველი. ნუ მოდით ნახოთ თქვენ რამდენად არის თქვენი ენერგია ახალი ურთიერთობისთვის, თქვენი რამდენად კი არის პრინციპში, ნახეთ რა საინტერესო. აი შეხედეთ როგორი მომენტი არის აქ. რამდენად არის თქვენი ენერგია. არ გეტყვით რომ აი ვერ გეტყვით თქვენ რომ აი თქვა არა ხართ, ნამდვილად ხართ. აი იმიტომ მაგრამ აქ უბრალოდ რა ხდება, იცით რომ ეს სიტუაცია ხო არის აი აქ. თქვენ კი გინდათ რომ დაუშვათ ესეთ ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, დაუშვათ ვიღაცა ახალი, კი რატომაც არა, მაგრამ მოიცადეთ ერთი წუთი. მინდოდა კითხვა ერთი და აქ არა მაგას კითხვა მოიცადეთ. ჯერ ჯერ როგორი თემა არის, იცით? აი თითქოს ბოლომდე ჯერ თქვენ არ დატოვეთ, აი კი გინდა, მაგრამ აი ბოლომდე კიდე არ გაუშვით თქვენ ბრძოლაში ხართ, ეს ყოფილი არ გაუშვით ჯერ. არ გაუშვით. და აი კიდევაც იზახეთ, რომ არ ვიცი, ეხლა კი მინდა შემოვიდეს ვიღაცა, რომ თქვათ, ნუ ადამიანი, მაგრამ ახალი, ხო? მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაცია აქვს. აი თითქოს არ არის დასრულებული ეს даже რატომ ფიქრობ ისე თქვენ კი როგორ ხართ, იცით, კი მინდა რომ აი ეს დავივიწყო, ეს ყოფილი სიტუაცია რომ დამოვაგდო გულიდან, აი ამიტომ მინდა, მაგრამ აი გინდათ, მაგრამ მზად არ ხართ. აი ასე მინდა რომ ვთქვა. კი, აი ნახეთ. გინდათ, მაგრამ არა ხარ, აი აწონდაწონ, აი არა ხართ ჯერ ბოლომდე დარწმუნებული რომ აქ ყველაფერი დასრულდა. აი თითქოს როგორი მომენტი არის. აი ხო გეუბნებით, აქ არის სიტუაცია როგორ კი ოცნებობთ, კი გინდათ რომ ახალი ურთიერთობა შემოვიდეს, უფრო მეტი სითბო იყოს, უფრო მეტი რაღაცა, მაგრამ ჯერჯერობით რომ გითხრათ რომ აი ხო, კი ბატონო, ანუ აქ არის ზუსტად ეს სიტუაცია, რომ ნამდვილად მე ახლა კი მინდა ახალი შემოვიდეს, მაგრამ ჯერჯერობით თქვენ არ ახართ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ ამას შეძლებთ, რომ ნახეთ სამიანი.
სამიანი, ანუ მაინც ჯერ ის ადამიანი გულში ყავთ. Так, ეხლა გავხსნი ყველაფერს, მე უფრო სიტუაციას ჩვენ გავარკვევთ კარგად, ხო? ნახოთ, არის თუ არა ეს რა ქვია შანსი ყოფილის დაბრუნებას. არის თუ არა შანსი. ნუ რო გითხრათ ეხლა არა, ვერ გეტყვით. აქ даже შეიძლება ადამიანი ეხლა გამოჩნდება რაღაც სალაპარაკოთ, შეიძლება, იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, იცით? აქ დასრულება, კი, არა, აქ არის შანსი. უბრალოდ როგორი თემა არის, იცით? კი, არის შანსი, მაგრამ თქვენ აქ რამდენად გინდათ რომ მოусმინოთ იმას, რასაც გეტყვის, იმიტომ რომ აქ რაღაცა ისეთი მოხდა, რომ ნახეთ რამაც ეგრევე დაასრულა სიტუაცია. აი, იმიტომ რომ ეს ბიჭი რაღაც ცივ ენერგიაში გამოჩნდა, გაიგეთ და გოგო ნახეთ როგორ ის არის. რა ენერგიაში, აი აქაც იმიტომ ეჭვებში ხარ თქვენ, ეჭვები გაქვთ თქვენ, აი აქ. აი აქ არის ეჭვები, მე არ ვიცი. თითქოს აი ბრძოლობ ჩემში, ბრძოლა არის, რომ არ ვიცი, იმიტომ რომ აი აქ თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? აი კი მინდა, მაგრამ აი არ ვიცი რა. ეს ახალი, არ ვიცი როგორ მივიღო. იმიტომ რომ ჯერ კიდე არ გავუშვი თქვენ გულიდან ეს ვიღაცა. არა ხარ ჩამოყალიბებული, გადანასწორებული, არა ხართ ჯერ, გაიგეთ? მაგრამ აი აქაც ახლა არის თუ არა შანსი? კი, მაგრამ მოусმენთ თქვენ მაგას, მიცადეთ. არის დაბრუნები ეს. იცით როგორ არის, შეიძლება თქვენ იმდენად დიდი ხანი იყავით აქ მარტო. ნუ მომისმინეთ, აქ არის, მაგრამ როგორი სიტუაცია, იცით? თქვენ თვითონ თითქოს რაღაცა სხვანაირი ხართ. აი თითქოს თითქოს ბოლო საუბრისთვის. აქ არის ნახეთ, აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა თქვენი ურთიერთობის განვითარების რა. აი რას იზავს ეს ადამიანი, რას გეტყვის თქვენ, ისეც რომ თქვენ დაუშვათ, აი ამ საუბრით დამშვიდდეთ. აი თუ მოვა და დაგაფასებს, ხო? და გეტყვის რომ აი კი, რაღაცა სისულელი გავაკეთე, მაპატია, აი ბუდიშს თუ მოითხოვს, ხო, ეს ბიჭი? ნუ თქვენი პარტნიორი, ხო? მაგ შემთხვევაში კიდე შესაძლებელი არის, რომ თქვენ ეს მიიღოთ, იმიტომ რომ თითქოს აქ გოგოს გადაწყვეტილება არის, იმიტომ რომ გოგო დგას ესეთ მომენტში, რომ აი არ ვიცი რა, კი მინდა, შეიძლება ვიღაცა კიდევაც უკვე გეთაყვანებათ, გაიგეთ, ვიღაცა შეიძლება გწერთ, უკვე ვიღაცა გწერთ, მაგრამ როგორ არის, წერს და თქვენ არ კითხულობ. ან კითხულობ, მაგრამ ზედაპირულად, გაიგე რაღაცა და წაიკითხე გეუბნება, ეს თქვა შეიძლება, რატო არ კითხულობ ჩემ მესიჯებს დაუშვოთ, ხო ხდებით რა, ეგეთი რამე შეიძლება იყოს აქ. ვაიმე, არა, იდიქე ასე, არაფერი მოხდეს. მოიცადეთ. ხო, აი თითქოს ხმედება, ხო ხდებით რა, ხმედება რატომ არა? ანუ ისე რა ქვია, მე კი, ნუ ვიღაცა даже შეიძლება გამოჩნდა, მაგრამ თქვენ ახლა გეუბნეთ, წაიკითხე, მაგრამ თქვენ როგორ ხართ? აი კი მინდა, მაგრამ მაინტერესებს. იმიტომ რომ ჯერ კიდე ოცნებობ თქვენ, აი ამის ქმედებას ელოდებით თქვენ, ამის ქმედებას ელოდებით და ქმედება რო არ არის, აი ოცნებობთ კიდე ამაზე, ხო? აი თითქოს კიდე არის რაღაცა შანსები. ხო და აი აქ უკვე ესეთი პოზიცია გვაქვს ჩვენ ახლა არის თუ არა შანსი? კი არის შანსი, მაგრამ შეიძლება თქვენ თვითონაც უკვე ნუ არის თუ არა შანსი? არის. რომ უნდა მოვიდეს ეს ადამიანი რაღაცა დაგელაპარაკოს, მაგრამ ეს საუბარი კი როგორც ვთქვი, უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამოგიყვანოს თქვენ აი იმ პერიოდიდან
როცა იყავით თქვენ აი ესე გაშორებულები, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტია, ეცე თქვენ ამ სიტუაციაში მაინც მომდის რომ აი თითქოს შეიცვალეთ და უფრო თქვენი თავი დააფასეთ, უფრო სხვანაირი გახდით თქვენ თვითონ. ნუ კაი, ნახოთ ახლა ჩვენ ის რა ქვია რომ ამას საუბარი, ამას უნდა რაღაცა თქმა უნდა ამას რო თქვა, თითქოს აი წერტილი ბოლომდე დამსმული არ არის რა. ნუ ვინც შეიძლება შემოვიდეს შენ ცხოვრებაში, ნახოთ ახალი პარტნიორი თუ წარსულის დაბრუნება. ნუ რა გიყოთ ახლა გოგოებო, აქ შემოდის ისე მე მგონი ყოფილი პარტნიორი, რომელიც ახლა იმის მიუხედავად, რომ კი შეიძლება წავიდეს, შეიძლება თქვენ დაგტოვოთ აფსაიდში და რაღაცა, მაგრამ მე აქ ვერ ვხედავ ახალს ჯერჯერობით, იმიტომ რომ არიან ხო გითხარით აქ ვიღაცები შეიძლება, მაგრამ თქვენ ყურადღებას არ აქცევთ იმდენად, გაიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ ეს მაინც ზის აქა და აქაც იგივე არის რა. აქ თქვენ ხართ, როგორ იცით, აი მაინც აი ეს მომენტი, აი მენანება, მენატრება ვერ ვუშვებ, აი ჩვენ ხარ, ეგ როგორი თემა იცით, აი პოზიცია დედასი რა, რომელიც შვილი არის ყველაზე თქვა, აი ხო არის თქვა ორი შვილი, ხო, ნუ სიტყვაზე. რომელიც ყველაზე ავად არის, ის მეწოდება ყველაზე ძალიან, ან ბავშვი თქვა, ავად რო არის, უფრო მეტი ყურადღებას, აი რა ვიცი, შედარება მომივიდა ეგეთი რა. ანუ კი ნერვებს მიშლის და კი გულს მტკენს და კი არის ძალიან ისეთი საზიზღარე ზოგჯერ, ხო, თავისი ხასიათებით, მაგრამ მაინც ისევ ამას იღებთ იმის მიუხედავად, რომ აქ ესეთი ტიპაჟი არის, რომ რას უნდა ელოდოთ მაგისგან, არ იცით. არ იცით, ამიტომ აგვაჩვენებენ, რომ ისევ შეგახსენებს თავს თქვენი ყოფილი პარტნიორი. ანუ даже როგორი შეგრძნება მაგ თითქოს ეს გრძნობს ეს ტიპი რა, რომ აი თქვათ ვიღაცა რო შემოდის, ეგაც ეგრევე ჩდება. კი. ეგრევე გახსენებს თავს. აი შეიძლება ზის ჩუმად ნერვები, ეს არის აი თითქოს манипуляция, გაიგეთ, ზის ახლა თავისთვის, მაგრამ იგრძნობს თუ არა რომ რაღაცა ვიღაცა თქვენს გარშემო იწყებს ტრიალს, ეგრევე ჩდება. აი ეგეთი ვიღაცა ყავთ აქ. ანუ რას გირჩევთ თქვენ ახლა გირჩევენ მაღალი ძალები ნახოთ. იცით რას გირჩევენ თქვენ? აი თქვენ თვითონ როგორც სადაც იქნებით ბედნიერი, აი იქ უნდა წახვიდეთ რა, აი იმასთან. აი ნახეთ, აქ თქვენ აი არ გვაძლევენ ჩვენ ისეთ თქვათ რჩევას, აი 1000%-იანს არ გვაძლევენ. ნახეთ, ნუ 1000%-იანს რას, რომ აი თქვათ ახლა კონკრეტულს მოდე ასე თქვათ, რომ არა, აირჩიე თქვათ ყოფილი ან წადე ახალში. შენ როგორც იგრძნობ თავს კარგად და ვისთანაც შენ თვითონ კარგად იქნები, აი ეს აი ეს გაკეთე, ანუ იფიქრე იმაზე, შენ ვისთან იქნები კარგად. აი სხვანაირად შეხედე რა. აქ კიდე რას გეუბნებიან, ნახეთ, თუ დაუშვათ ვიღაცა გამოჩდება, ვიღაცა თუ გამოჩდება, აი უბრალოდ თქვათ ახლა, ნუ დაელაპარაკე იმ ვიღაცას, ხო? ანუ ეს არის კიდე როგორი მომენტი, ნუ აი უარს ნუ ამბობ, იმიტომ რომ აქ თუ ადამიანი არაფერს არ მოქმედებს, თქვათ ახლა სერიოზულ ნაბიჯებს არ აკეთებს, ხო? მე არ გეუბნები და არ გიბიძგებ თქვენ, რომ არიქა და ახლა ისე რა ქვია, აუცილებელი ხო არ არის, რომ უნდა გქონდეს ეგრევე ახლო ურთიერთობა. მიწერეთ, უპასუხო, ეს არ არის პრინციპში ხარ თქვათ, ნუ გლობალურად ამ შემთხვევაში ეს ქმარი არ არის აქ, არ ჩანს არაფერი. აქ არ ჩანს, რომ კაცი მოვიდა და თქვა დაუშვათ ახლა გითხრეთ, რომ შენ ჩემი ქალი ხარ, ხო? თქვენ უფრო აქ მეც აძლევთ ურთიერთობაში, გაიგეთ რა ხდება, თქვენ ხართ მის მიმართ, აი როგორიც აი გულო სულო ყველაფერი გელოდები სულ გამოდმებით, რომ მოხვალა პირველი მეორე და კამპოტი და ყველაფერი თქვენ ხართ, აი აქ.
ყველაფრის მიუხედავად, რომ ეს ადამიანი ძალიან ცივ ენერგიებში არის. Даже აქაც ხა სიყვარულის იმდენად, აი რაღაც ცივი ტიპია იმის მიუხედავად, რომ გვაჩვენებენ, რომ არის ესე რა ქვია, დასების აქ მეფე არა. აი თითქოს თქვენგან ელოდება ყველაფერს, აბსოლუტურად თქვენგან. და თვითონ შეუძლია როგორც როცა უნდა დაგტოვოს, აფში გავიდეს, მოვიდეს, წავიდეს რაღაცა ქნას. ამიტომ გეუბნებიან, რომ შენ თავზე იფიქრე. თუ დაუშვოთ, შენ ახლა მიიღებ, თქვა, ახალ შემოთავაზებას, კარგს. ადამიანი, თქვა, ახლა დაუშვოთ, შანსი მიეცი შენს თავს. უფრო მსუბუქად შეხედე ამ სიტუაციას, ანუ მსუბუქად რას ნიშნავს, რომ მოეშვი ამ სიტუაციას რა. და შეიძლება, რომ თქვა, თუნდაც ახლა ვინმე რო თქვათ დაგელაპარაკება, უფასუხე მაინც დაუშვოთ, ხო? გაესაუბრე, განთავისუფლდე ამ მძიმე ენერგიებიდან, ებრძვი შენს თავს. მიეცე საშუალება შენს თავს იყო ბედნიერი და სტაბილურად. გაიგეთ რა ხდება? ჯერ პირველ რიგში აკაც მოქმედებს ახლა მამაკაცზე თქვენზე რო თქვა, ეს სხვა მამაკაცის ენერგია ეგრევე იღებენ ეგენი, რომ რაღაცა საფრთხე ემუქრება უკვე მაგის აქ სიტუაციას. ხვდეთ, აი აქ ამას გირჩევენ მაღალი ძალები თქვენ. კი. აი პაიმანი თუ იქნება დაუშვოთ, ხო? ან რაღაცა შეხვედრა შეიძლება გქონდეთ, თქვა, სადმე დაგპატიჟოს, თქვა, რაღაცა. მიდით ახლა აქ აუცილებელი კი არ არის, რომ რაღაცა თქვენ ახლა იქ ესეთი გააკეთოთ, თქვა, ხო? მაგრამ ეს არის თქვენთვის პრინციპში თქვენი შინაგანი მდგომარეობა, თქვენი სტაბილურობისთვის კარგი. უბრალოდ ან ფლირტი, თქვა, მიიღეთ ვინმესგან რა, განიმუხდეთ ცოტა. ნახოთ რა ენერგია გელოდება თქვენ სიყვარულში აი ამ პერიოდში, რაც ჩვენ თქვით, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ. ამ წლის ბოლომდე ზოგისთვის. აქ შემიძლია გითხრათ როგორი მომენტის. პრინციპში მე არ გამოვრიცხავ, რომ აი თქვენ გამოდიხართ რას, აქ შეიძლება ახალი ადამიანი შემოვიდეს ამ წლის ბოლომდე და რატო იცით შეგახვედრებენ თქვენ. იმიტომ რომ აი აქ შეიძლება თქვენ დაასრულებთ ზუსტად ამ თქვენი თვითმოტყუებას. რომ მიხვდებით რა, რომ უკვე მარტო აი რაღაცა იმდენი ტკივილი და იმდენი რაღაცები არის უკვე, რომ ნამდვილად დრო არის, რომ ეს დავასრულო. და აქ ადამიანი არის ისა რა ქვია. აქ იძახენ რომ მაინც ამას მიიღებთ ვითომ, ხო გვითხრეს, მაგრამ აი ეს პერიოდი თუ ეს დაუშვოთ, ახლა ეს ტრანსფორმაციაც გაგრძელდა. მოდით მოიცადეთ ერთი წუთი, იმიტომ საჯარო გაშლაში ეგრე არ შემიძლია. თქვა 1-2 წამით. მოდით ასე რომ ვთქვათ, ესე იგი იქნება ორი ვარიანტი, რა თქმა უნდა, აქ, იმიტომ რომ ნახეთ, ზოგისთვის იქნება განახლება, ზოგისთვის, მაგრამ აი რატომ ვფიქრობ ძალიან პატარა პროცენტისთვის. განახლება. იმიტომ რომ აი ვინც მართლა ისე იმ დონეზე ელოდება, რომ აი არ შემიძლია თქვა ჭამასმა და ეს ადამიანი გამოჩნდება და გამოგაცოცხლებს, ხო? და ზოგი მართლა შეიძლება არჩევანს გააკეთებს და მოერევა ამ სიტუაციას, იმიტომ რომ მართლა ვიღაცას რო დაელაპარაკება და ვიღაცა ახალი შემოვა და შევა ახალ ურთიერთობაში. და შეიძლება ეს ვიღაცა აი იმას კიდევაც ეთქვით, რამდენი აი ეს ფილმი რო არის მოსკოვს რო არჯერას ცრემლების რა, რუსული ფილმი არის, რომ რამდენად как долго я тебя ждала რა. აი რამდენი ხანი, რა დიდხანს გელოდებოდიო რაღაცა ეგეთი რა. შეიძლება ეგ უთხრათ მე მაგას. მოდით აბა ვნახოთ ახლა რას საერთოდ მოგიტანთ ეგ სიტუაცია. ცვლილება, აქ უეჭველი გექნება ძალიან დიდი ცვლილება.
ძალიან დიდი ცვლილება. თქვენ გადიხართ აი ამ ენერგიებიდან, სადაც იყო გაუგებრობა, სადაც იყო ეს ცუდი პერიოდები და შედიხართ ძალიან კარგ ენერგიებში. აი ძალიან ბედნიერ ენერგიებში შედიხართ. ანუ ეგ სიტუაციები იცვლება. აი ზუსტად ეს მომენტი, როცა თქვენ ახლა, ჩხუბი შეიძლება იყოს, წასვლება, წამოსვლება, ნერვები შლა, ყველაფერი აი თქვათ, აი არ ვიცი მყავს, არა მყავს, რა შუება, ხო? და შემოდის ნახეთ თქვენთან მზის არკანი, ანუ კარგი ბედნიერება. მოიცადეთ. აქ ვკითხე ახლა ახალთან თუ ძველთან, ახალთან მეუბნებიან მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა იქნება და ძველთან, ახლა გვეუბნებიან, რომ აქ იქნება მცდელობა. კი. ზოგისთვის ხო გეუბნებით შეიძლება იყოს, ესე რა ქვია. ზოგისთვის შეიძლება იყოს, თქვათ, ახალი დაწყება. კი, შეიძლება. მაგრამ რა გითხრათ რა, აი უფრო გეუბნე, აქ თითქოს რაღაცა უფრო ახალი მომდის მე რა. იმიტომ რომ როგორ არის ეს გამოჩნდება, მაგრამ აი თითქოს შეხვედრაც კარგი იყოს, მაგრამ ეს ადამიანი უკვე ვეღარ გაძლევთ თქვენ. აი ვერ გაძლევს რაღაც სტაბილურობას, ვერ გაძლევს ის რაც თქვენ გინდათ და ამიტომ შეიძლება იმის მიუხედავად რომ даже შეიძლება გქონდეთ მაგას გრძნობა შეიძლება დაასრულოთ კიდევაც თქვენ. თუ ეს ადამიანი არ შეცვლის, არ ცვლის, რა ვიცი მე. არ ცვლის. არის გრძნობა, მაგრამ აი თითქოს ინტუიცია გეტყვის თქვენ, რომ ეს დამოკიდებული ხართ ძალიან მაგაზე, დამოკიდებული. ზოგისთვის კი იქნება გაგრძელება დაუშვოთ, მაგრამ აი არ ვიცი რა გითხრათ, ახლა არჩევანზე მაინც დადგებით, არჩევანზე დადგებით თქვენ. არჩევანზე დადგებით, იმიტომ გეუბნებით, რომ უფრო დააკვირდებით თქვენ თვითონ როგორ წავა ეს ყველაფერი, ეს განვითარება ამ სიტუაციას, მაგრამ გეუბნებით, აქ უფრო დააკვირდეთ მაინც, აი აქ ვიღაცა შეიძლება გამოჩნდება სხვა, ვინც მოგიტანთ თქვენ ბედნიერებას. აი დაფიქრდეთ კარგად, ეს თქვენი არჩევანია ყველა ვარიანტში. ისევ ჩემო სიხარულებო, გესურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს.